დღეს შობაზე იმობს სომეხიერი დილიდან სადღესასწაულო ლოცვა მიმდინარეობს თბილისის სომხურ ეკლესიებში. ეჩმიადინის ტაძარში იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნათია ორველაშვილი. ნათია, ვინ ულოცავს შობას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს? თავდაპირველად გეტყვით, რომ ეჩმიაძინში დღეს დილიდან ხალხმრავლობაა, უამრავი ადამიანი მოდის, რათა ერთმანეთს მიულოცოს შობის ბრწყინვალე დღესასწაული და ილოცოს დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით იქადაგა სომხური ეკლესიის ეპისკოპოსმა. ყველას ულოცავ დღევანდელ დღეს ქართველ და სომეხერს საუკუნოვანი მეგობრობა და ძმობა აკავშირებთ. მიხარია, რომ ამდენი საუკუნე ერთად მოვდივართ და დღესაც ერთად ვზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას. დღეს აღნიშნავს სომხური მოციქულოს ეკლესია სომხურ შობა ახალწელს. ყველას მინდა მოულოცო დღევანდელი დღე და ხვალ კიდე მოულოცო სრულად საქართველოს. ეს ძალიან ბრწყინვალე დღესასწაულია და ღმერთი ყველას გფარავდეს. ეჩმიაძინში დღეს ოფიციალური პირებიც მოვიდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომეხ ხალხს მიულოცა შობის ბრწყინვალე დღესასწაული და საქართველოსა და სომხეთის საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. აქ იმყოფება უმცირესობის წარმომადგენელი გიგი წერეთელიც. ულოცავთ შობისა და მართლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელს დაესწარით. ულოცავ ჩვენს საყვარელ სომეხ თანამოქალაქეებს. ულოცავ მთელ მსოფლიოში ცხოვრებ სომეხებს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობ და თქვენთან ერთად ვხარობ ამ დიდი დღესასწაულით. საუკუნეების მანძილზე სომეხმა და ქართველმა ხალხმა ერთად საუკუნეების მანძილზე ერთად იზიარებდნენ ტკივილსა და სიხარულს. ისტორიის ქართეხილებს ჩვენ მხოლოდ ერთად თანადგომით გავუძელით. გარწმუნებთ, რომ არა ის დიდი რწმენა ქრისტიანობისადმი, რომელიც გააჩნდა ამ ერს, ორ პატარა ერს, და რომ მათ მხარ არ ეცხოვრათ და ერთმანეთი არ დაეცვათ როგორც სახელმწიფოს, საეჭვო იქნებოდა დღეს ამ ორი ერის არსებობაც კი. იმიტომ რამდენადაც ჩვენ არა მარტო სარწმუნოება ჩვენთვის ორი ერისათვის არა მარტო სარწმუნოება იყო ქრისტიანობა, არამედ ეს იყო კულტურის უდიდესი ნაწილი. ამიტომაც რომ დღესაც უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენს კულტურას, ჩვენს რელიგიას და მთელი ისტორიის მანძილზე ჩვენ ვახერხებდით ერთად დგომით, მხოლოდ მხარ დგომით ვახერხებდით გადაგვერჩინა ორი ერის დიდი კულტურა და შეგონარჩუნებინა სახელმწიფოები. საოცარი ადგილი უჭირავს ორი ერის კულტურას მთელი მსოფლიოს თანამეგობრობაში. საოცარია თურმებათ ისიც, რომ დამწერლობის 13 დამწერლობა არსებობს მსოფლიოში, 13-დან 2 ერთი ქართული, ერთი სომხურია. საოცარი ამ შევძინეთ ორმა მსოფლიო თანამეგობრობას და მსოფლიო კულტურას. ჩვენ დღეს მოვედით ამ ტაძარში, იმისათვის რომ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, სომეხ ხალხს, ჩვენს ძალიან ახლო მეგობრებს, დებს და ძმებს მიულოცოთ ეს დღესასწაული, ქრისტეს შობა. ჩვენ ვართ თანაზიარი სიხარულის, წარმატებების ერთად საუკუნეების განმავლობაში არის ეს ტრადიცია, ერთმანეთის დღესასწაულების გაზიარების და მილოცვის და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და სირთულესაც და როგორც ვთქვით, წარმატებასაც ერთად, ასე ვთქვათ, ვიყოფთ.
თბილისში მოქმედ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სომხურ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა უკვე დასრულებულია, თუმცა მომლოცველთა ნაკადი ამ დრომდე არ წყდება. დიდი მადლობა, ნათია ორველაშვილი საუბრობდა პირდაპირ